არაერთი მშობელი სინანულით აკვირდება, როგორ იზრდება მისი შვილი. ამას აქვს ახსნა. ზრდასთან ერთად შვილები ხომ სულ უფრო და უფრო მიისწრაფვიან დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ. ცხადია, ამას ყველა ეგუება, ეს ხომ ბუნების შეუქცევადი კანონია. თუმცა ზოგიერთები წარმოუდგენელ ზომებს მიმართავენ ბუნების ამ კანონის მოსატყუებლად და თავიანთი შვილების ბავშვობის გასახანგრძლივებლად. ამით იტანჯებიან ბავშვებიც და მშობლებიც. ისტორიას კი ახსოვს ასეთი შემთხვევაც. ავსტრალიაში 17 წლის გოგოს მშობლები განზრახ უშლიდნენ ხელს, როგორც ფიზიკურ, ასევე ინტელექტუალურ განვითარებაში. სოლქმარი ავსტრალიური ქალაქ პერთიდან, რომელთა ვინაობასაც ამ დრომდე მართლმსაჯულების სისტემა საიდუმლოდ ინახავს, მრავალი წლის განმავლობაში სასტიკად ექცეოდა თავის ქალიშვილ კეიტს. ოჯახი ქალაქის კარგ რაიონში ცხოვრობდა და ფინანსურ პრობლემებს არ განიცდიდა. კეიტი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ცეკვით და მშობლებმაც გოგონა საბალეტო სკოლაში შეიყვანეს. გოგონა ნიჭიერი იყო, წარმატებული კარიერა ცელოდა. მშობლები შვილის წარმატებით ხარობდნენ და ერთადერთი ქალიშვილის მისწრაფებების დასასრულებლად არც ფულს და არც ენერგიას ზოგავდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში მშობლების ზრუნვამ საგანგაშო და არანორმალური ფორმები მიიღო. თავდაპირველად მშობლებმა კეიტს მნიშვნელოვნად შეუზღუდეს კვება, იმის შიშით, რომ ის ზედმეტ კილოგრამებს მოიმატებდა. ბავშვს საკვებს მკაცრად ლიმიტირებულად, ზუსტად განსაზღვრულ საათებში და უმცირესი დოზებით აძლევდნენ, რის გამოც გოგონა გამუდმებით შიმშილის გრძნობას განიცდიდა და როდესაც 17 წლის კეიტი მზრუნველობის სამსახურმა ოჯახიდან წაიყვანა, ის მხოლოდ 27 კილოგრამს იწონიდა. 27 კილოგრამი 9 წლის გოგონას ნორმალური წონაა. კეიტი კი როგორც გითხარით, იმ დროს 17 წლის იყო. საკვები ნივთიერებების და ვიტამინების მკვეთრი დეფიციტის გამო გოგონა საშინელ მდგომარეობაში იყო. მას სქესობრივი მომწიფების ნიშნებიც არ გააჩნდა. კანი გამომშრალი ჰქონდა, თმები კი თხელი და სხვრევადი. სურათი შემზარავი იყო, თუმცა უცნაურია, როგორ მივიდა საქმე აქამდე, რადგან კეიტი ექიმების თვალთახედვის არეში იქამდეც მოხვდა. სკოლაში სამედიცინო შემოწმებისას ექიმები გოგონას მდგომარეობით შეშფოთდნენ და მშობლებს შეატყობინეს, რომ გოგონა სრულიად გამოფიტული იყო. თუმცა ექიმების მოქმედება ამის იქით მაშინ არ წასულა. მათ უბრალოდ ვერ წარმოიდგინეს, რომ მშობლები თავად იყვნენ გოგონას ტანჯვის მიზეზი. ექიმების მოთხოვნას მშობლებმა ყურადღება არ მიაქციეს. ისინი შეპყრობილები იყვნენ თავისი იდეა ფიქსით და თვლიდნენ, რომ ნებისმიერ ექიმზე უკეთ იცოდნენ, რა სჭირდებოდა მათ შვილს. ერთხელ კეიტი საავადმყოფოშიც მოხვდა, სადაც მისი კვება ზონდით დაიწყეს. ამან მშობლები გააცოფა. ისინი ჩუმად შეეცადნენ ამოიღოთ ზონდი ქალიშვილის ორგანიზმიდან, რომ გოგონას ზედმეტი საკვები არ მიეღო. საბოლოოდ მედპერსონალს მოუხდა პალატაში მათი შეშვება შეეზღუდა, რომ სოლქმარს ბავშვისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ამ შემთხვევაშიც ალბათ სჯობდა ექიმებს შესაბამისი ორგანოებისთვის მიემართათ. და შიმშილობა არ იყო ყველაფერი. მშობლების სურვილი გოგონა არ გაზრდილიყო, იქამდე მივიდა, რომ მას ჯერ ხომ ვეგეტარიანული საბავშვო კვები ზრდიდნენ. უკვე თინეიჯერ გოგონას დაბადების დღეზე ბარბის თოჯინებს შუქნიდნენ. აიძულებდნენ, რომ მხოლოდ მულტფილმებისთვის ეყურებინა და ისეთი საბავშვო სატელევიზიო შოუებისთვის, როგორიც მაგალითად ტელეღიპუცებია. გარდა ამისა, მშობლები ჩანასახშივე ცდილობდნენ აღეკვეთათ გოგონას ნებისმიერი არაბავშვური გატაცებები. კეიტს თანატოლებთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. სანამ მისი თანაკლასელები მანქანის მართვის გამოცდებს აბარებდნენ და საკუთარი ჯიბის ფულს შოულობდნენ სხვადასხვა სამუშაოებზე დასაქმებით, კეიტს სახლში პრინცესების ფორმებს აცმევდნენ და თოჯინებით ათამაშებდნენ. ტანსაცმელსაც გოგონასთვის მხოლოდ საბავშვო სექციებში ყიდულობდნენ, რის გამოც კეიტი მუდმივი დაცინვის ობიექტი ხდებოდა სკოლასა თუ ქუჩაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშობლებმა შვილის დაბადების მოწმობა გააყალბეს. ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ გოგონა საბალეტო სკოლის უმცროს ჯგუფში შეძლებოდა სიარული. დამატებით ის ფორტეპიანოზეც დაჰყავდა და შესაბამისად კეიტს საერთოდ აღარ რჩებოდა თავისუფალი დრო. სკოლა, ბალეტი, ფორტეპიანო, სახლი. ეს იყო მთელი მისი ცხოვრება. ამასთანავე მშობლებს კეიტი ყველგან მანქანით მიჰყავდა და მოჰყავდათ, რომ გოგონას ერთი წუთის არ ქონოდა მარტო დარჩენის შესაძლებლობა. დედამ სამსახურიც კი მიატოვა იმისთვის, რომ წუთითაც კი თვალი არ მოეშორებინა ქალიშვილისთვის და მისი უკლებლივ ყველა ნაბიჯი ეკონტროლებინა. პირველი, ვისაც კეიტის მდგომარეობაზე სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, საბალეტო სკოლის პედაგოგი იყო და მან დაჟინებით მოითხოვა, რომ გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში მიეყვანათ და გამოკვლევა ჩაეტარებინათ.
საავადმყოფოში უცნაურ ოჯახს მაშინვე მიაქციეს ყურადღება. პირველ რიგში იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი მშობელი მაინც ფეხის მოუცლულად იმყოფებოდა გოგონასთან და მას პატარა ბავშვით ექცეოდნენ. 17 წლის გოგოს ხელით აჭმევდნენ, თვითონ აცმევდნენ, ტუალეტშიც კი მიჰყავდათ და ასე ვთქვათ, ჰიგიენურ პროცედურებშიც ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, მშობლები თინეიჯერ გოგოს პლანშეტზე მხოლოდ საბავშვო მულტფილმებს ურთავდნენ. მშობლების ასეთმა დამოკიდებულებამ ექიმები აიძულა ზრუნვის ორგანოებისთვის მიემართათ, საიდანაც უკვე პოლიციაში შევიდა შეტყობინება. დაიწყო გამოძიება, რომელმაც აუარება შოკის მომგვრელი დეტალი აღმოაჩინა გოგონას ცხოვრების შესახებ. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კეიტის მშობლებთან დატოვება მისი სიცოცხლისთვის სახიფათო იქნებოდა. გოგო სახელმწიფოს კმაყოფაზე გადაიყვანეს, მშობლები კი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. სასამართლოში ცოლ-ქმარი ყველაფერს უარყოფდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი ქალიშვილი თავად ამბობდა უარს საჭმელზე, რადგან ზედმეტი კილოგრამების ეშინოდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კეიტი საკუთარი სურვილით იქცეოდა პატარა ბავშვით. რაც შეეხება დოკუმენტების გაყალბებას, ამაზე თქვეს, რომ შვილის უსაზრო სიყვარულის გამო წავიდნენ ამაზე. თითქოს ასაკის მოკლებით ცდილობდნენ დაიცვათ საყვარელი ქალიშვილი თანატოლების დაცვისგან. მოსამართლე ლინდა ბლეკზე ამ არგუმენტებმა ვერ იმოქმედა. განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ თქვა: თქვენ სრულ იზოლაციაში მოაქციეთ თქვენი შვილი, მოუსმეთ ზრდის და განვითარების საშუალება. თქვენ ზალდატანებით ამყოფებდით მას პატარა ბავშვის მდგომარეობაში. სასამართლომ კეიტის მშობლებს პატიმრობა მიუსაჯა. მამას 6.5 წელი, დედას კი 5 წელი. კეიტი ახლა 20 წლისაა. ის ნორმალურად ცხოვრობს, წონაშიც მოიმატა და აღარაფრით გამოირჩევა თანატოლებისგან. თუმცა გოგონა არ თვლის, რომ მისი მშობლები დამნაშავეები არიან და შესაბამის უწყებებს თხოვნითაც მიმართა, რომ ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. გოგონა ამბობს, რომ მისთვის ოჯახური კავშირები ძალიან ბევრს ნიშნავს და მშობლების გარეშე ცხოვრება უჭირს. კეიტი საჯაროობასაც გაურბის. კეიტის ისტორია მრავალ კითხვას აჩენს. სად გადის მშობლების მზრუნველობის ზღვარი? შესაძლებელია თუ არა ასეთი ქცევის სიყვარულით და მზრუნველობით ახსნა? და რაც მთავარია, შეიძლება თუ არა მისი გამართლება?